ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა სწრაფ ჭადრაკში. შეჯიბრება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით ტურნირის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ჩაბმა ჭადრაკის სექციებში. ტრადიციულად ყოველ წელს ვატარებთ ამ ტურნირს და მისასალმებელია, რომ წელსაც 40-მდე ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. ჩვენ ორ ღონისძიებას ვატარებთ ჭადრაკში. ერთი ჩავატარეთ ჩვენ ამ წელს აპრილის თვეში ქალაქ ზუგდიდში, რეგიონალური და აქ აღმოსავლეთ ზონაში ჩავატარეთ კიდევ აფხაზეთის ღია პირველობა. აქ გამარჯვებული მოსავლე ახალგაზრდები მიიღებენ შემდგომში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას. მადლობა მინდა უთხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რომლებიც მხარში დაგვიდგა და ესე ლამაზად ყოველ წელს გვატარებიებს ამ ღონისძიებებს. უსურვებ ჩვენს სპორტსმენებს, მოჭადრაკეებს წარმატებას მომავალში. ესეთი საინტერესო ბავშვები არიან, რომ დიდი იმედებია, რომ ისინი თავის სიტყვას იტყვიან ჭადრაკში და სასიხარულო ის არის, რომ აქ არის ძალიან ბევრი აფხაზეთის ახალგაზრდობა. აფხაზეთის ღია პირველობაზე ჭადრაკში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა საჯარო სკოლისა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მოსწავლეებმა. ამ პატარა მოჭადრაკემ ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ილია კავკასიძემ ჭადრაკის თამაში 7 წლისამ დაიწყო და 11 წლის უკვე არაერთი ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულიც გახდა. ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი დღით. მე დღეს პირველი ადგილი ავიღე, წინა წელს ავიღე მეორე ადგილი, მონაწილეობ მეორეჯერ. ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ცხოვრების დიდ ნაწილს დავუთმობ ამ სფეროს. მინდა რომ მოჭადრაკი გამოვიდე. მე მიყვარს რობერტ ფიშერი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, გარი კასპაროვი. შეჯიბრებაში გამარჯვებულ და პრიზიორ ახალგაზრდა სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.